მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, 3 წუთის დაგვიანებით, რადგან რა თქმა უნდა, უდიდეს ბოდის მოგახსენებთ, იწყება ჩვენი გადაცემა, გადაცემას ქვია სუბიექტური აზრი და მის წამყვანები ნართია მიქიაშვილი და შალვა რამიშვილი გახლავთ. საღამოშვიდობისა, ოღონდ არჩემი და არჩევო მიზეზით, შალვას მიზეზით არ დაგვიანებია ეთერში შემოსვლა. გვებრძვის შალვა ნათელაშვილი და მე მიწოდეთ ფშიარ ტურას და ყველას ჩვენს ლონტის ღორებს. რა გაცინებს? შალვა ნათელაშვილმა გამოგვიცხადა ბოიკოტი, ერთად საბოლოოდ დაასამარა ჩვენი ტელეკომპანია. და საერთოდ დაგვერხა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, არც გუგავა აღარ მოვა ჩვენთან ეთერში და და კაი ნესტანი გამოვიდა. ნესტანი მოდის, არც გუგავა, არც ისა, მეორე ვინ არის? ზაგანია და კიდე ერთი რო არის, შატბერაშვილი. ისინი არ მოვლენ ჩვენთან ეთერში. როგორ ვიხოცეთ ბატონო შალვა, რამდენი გთხოვეთ, რამდენჯერ გთხოვეთ, რომ მოსულიყავით ჩვენთან ეთერში. ოღონდ ვერ გავიგე მიზეზი, შეგაიგე? ნუ ვაშაყირებდით რა. 7 ნოემბრის მერე განსაკუთრებით აგაცინებს. ეხლა საერთოდ დაგვწევლის ხო იცი? მუშათა კლასის სახელით, ესე ხო ის მუშათა კლასის სახელით მე უგზავნი წყელას და კრულვას ტელეკომპანიას. თეთრხალთათვარებს გვესვრის. თეთრხალთათვარებს გვესვრის და საერთოდ ლეიბორისტულ შეტევას განახორციელებს. კარგი, ეს ვიღადავეთ, გაი. თვითონაც არ ჯერა ხლა თავის სიტყვებით დარწმუნებული ვარ, პოლიტიკოსია და როცა დარწმუნებული. მე შეგვირიგდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ შეგვირიგდა. შალვა ნათელაშვილის გარეშე. შალვა ნათელაშვილის გარეშე ქართული პოლიტიკური სივრცე მოიწყეს. ბუნებრივად. ეს არნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკური სივრცის რიჟი გაღმერთმა და სასისულელია. ეგეთი პარლამენტში ბევრია. ეგეთი, არა, შალვა ნათელაშვილიც არის პარლამენტში, მაგრამ სხვა არა, ხელფასულის ურიცხავენ მგონი ესა. ხო, და მშვენიერია, რაც წაკეთებენ, მაგრამ მართლაც მოიწეს, იმიტომ ძალიან კოლორიტული. ნამდვილად და ძალიან მოიწყეს მაესტროს ეთერი ბატონ შალვა, უთქვენოდ იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე შეგვირიგდებით და ბოიკოტის რეჟიმსაც გააუქმოთ. რაც შეეხება დღის განმავლობაში მომხდარ სიახლეებს. რა მოხდა? ახლა რამდენი სიახლეა შეგეძლო? არა, ძალიან მაგარი ამბავია ერთი. მოკლედ ესე იგი, მიშა ხო თქვა რომ ბებიაჩების და ესა კურნალობა ძალიან ძვირი მიჩნდებაო, ხო, 60 წელს გადაცილებულია და ნუ ვერ დაზღვევა მინდაო და ძლივს დავაზღვეო. უჭის ხო და ხელფასია პატარა და უჭის. გილაური გამოდის და ამბობს რომ 2012 წლის ბიუჯეტში დევს უკვე რო ყველა პენსია 140 ლარი გახდა 1 სექტემბრიდან და ნუ დაზღვევაც იქნება რა თქმა უნდა პენსიონერების 140 ლარი დაზღვევის პაკეტია. ხო, მაგრამ ეხლა შენ მოიცა აქ მთავარი ამბავი არის ეს. მოკლედ ეს ამბავი რომ 140 ლარიანი დაზღვევის პაკეტი უნდა არსებობდეს პენსიონერებისთვის დევს თურმე რეკომენდაციებში რომელიც პარლამენტმა დაუწერა მთავრობას ბიუჯეტისთვის და მთავრობამ არათუ ჩადო ეს ბიუჯეტი არამედ უბრალოდ დაპირდა პარლამენტს რომ იმოქმედებს რეკომენდაციების თანახმად და ნუ შეეცდება რომ ასე იგი 2012 წლის 1 სექტემბრისთვის ბებიაჩემსაც ბებიან სამწუხაროდ არ აქვს ძალიან ცუდი ნუ პრეზიდენტს ბებიას ყოველ შემთხვევაში ამოკლავს ხო არა ნუ თუ ის არა ქვია და არ აქვს საშუალება მართლა ყველას უნდა გაუზარდოს აბა მარტო თავის ბებიას ხო არ გაუზარდოს ყუილია თქო მაგას გეუბნები ყუილია არ დევს ბიუჯეტში რანაირად დევს ეს მთავრობა წერს იმას პარლამენტს რომ იცი რა ვეცდებით გავითვალისწინოთ პირადი ფონდებიდან მოჭრიკავს აი, პირადი ფონდებიდან მოწყობა. ონოფრიშვილს მოუღოლე რა კატასტროფა 2012 წლის ბიუჯეტი. ნუ კაი, აფრთხილე. ხა სახელმწიფო ფონდი რა მარტო გამჭირვალე, იცი? უნდა, კაცო. 100 ლარი ხო სურვილი აქვს ესეთი და მეტი რა. უი, ის რა არ უნდა იცი პრემიერ-მინისტრობა? ეგ რაღაც ახალია, ხო? ეგ ძალიან მაგარი ამბავი, ესე იგი მიხეილ სააკაშვილს. არა, არ უნდაო, არ უთქვამს, ფათაშვილს. მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი უინტერესო დეჩვენება ყოველ შემთხვევაში ასე განაცხადა პოლონეთის. ხო, მაგრამ მე შეიძლება კრიტიკულ სიტუაციაში თქვას, რომ მივდივარ ამ ხერბზეც, მეტი რა გინდაო, მივდივარ ამ ხერბზეცო. უინტერესო საქმე. არ მითო, ნუ დაგვაყვეთ. მაისა, თუ პრემიერ-მინისტრი არის ხო, პრეზიდენტი შესაბამისად რა თქმა უნდა. პარლამენტის თავმჯდომარეობა. პარლამენტის თავმჯდომარეობა. და მე ბუშტებს ვინ გაუშვებს და ლენტებს ვინ გაჭრის. პარლამენტში რო გაუშვოს ბუშტები რა მოხდა? არა, პარლამენტში გაშვებული ბუშტები. როგორ მხიარული იქნება? ქუთაისში. არა, რაღაცებზე ხო უნდა გაჭრას ლენტები. და მე რა მოხდა პარლამენტ ეხა უკვე ნაშტო უნდა მიკაეტა. ესე იგი, ნუ ახალი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს და პრემიერ-მინისტრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანად პარლამენტზეა დამოკიდებული. და არც თუ ისე საინტერესო პოზიცია იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პრეზიდენტია. მიხდი? და აბა მაშინ საათ პარლამენტის თავმჯდომარეობა უნდა. პარლამენტის თავმჯდომარეობა და ფრაქციის უმრავლესობის ფრაქციის კი არა, რაც იქნება ლიდერობა, თუ როგორ არის ეს?
ესე იგი მიშას რა უნდა გეტყვი? მოდი ეხლა. მიშას რაც უნდა ეხა ეს თემა. არა, კაი, გავახსენოთ ეხლა მაყურებელსაც ჩვენს გავახსენოთ ბაქრაძის განცხადება, რომ არ გამორიცხავ არაფერს იმ ადამიანისთვის, რომელსაც სურს პოლიტიკაში დარჩენა. წარმოგიდგენთ ბაქრაძე პრეზიდენტად, იმიტომ რომ გიგისი ეშინია და მაინც პრემიერიც შემოიფარგლება და თვითონ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე. გიგი პრემიერა? გიგი პრემიერა და სკარევსი. და პარლამენტის თავმჯდომარე იქნება მიშა. როგორ წარმოგიდგენია მიხეილ სააკაშვილის სტომებზე და ჩაქურჩს ურტყავს და არსად არ დადის და სტომებზე ხო უნდა იყოს. თავრობას რა ზუზავს. სტომები ხო უნდა ჩაატაროს არა? მე ხო უნდა მოისმინოს საკუთარი მისამართი. ხო, ოპოზიციონერები იქ დაუშვათ, ხო შევლენ, არა ხო უნდა მოისმინოს, რომ ბატონო მიხეილ და მოიცა ერთ წამი ხა შენ ილუზია გაქვს იმის, რომ ბაქრაძე პრეზიდენტად უგულოვა პრემიერად, მიშა პარლამენტის თავმჯდომარედ და ოპოზიცია შევა პარლამენტში? ხო, არა. ცოტა რთულია, მაგრამ მიშა პარლამენტის თავმჯდომარე, საერთოდ პარლამენტი არ მოსწონდა არასოდეს სააკაშვილს შეძაც შეადეს ნათქვამი. ეზარებოდა. ანუ ეს ბიუროკრატიული რაღაცებს სამუშაოები და კიდე რა ხდება? კიდე რა ხდება ეს ონოფრიშვილი გითხარი რომ 2012 წლის ბიუჯეტს просто კატასტროფას უწოდებს თითქმის. გარდა ამისა დღეს იცი რომ რესპუბლიკელების ყრილობა იყო. კი, პრესის დახურული იყო. პრესის არა, მე მგონი არ იყო დახურული, იმიტომ რომ ღია იყო პრესისთვის, იმიტომ რომ განცხადებებიც არის და საინფორმაციო საშუალებებშიც იყო მასალა. რომელი 10000 ლარით რო ინახავდნენ პარტიას და 1000 ლარს რო აღწევდნენ. ხო, ეგ ამბავი იყო ზუსტად. გარდა ამისა თრიალეთის ხელმძღვანელობა ეს განცხადებით ტელეკომპანია პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის, ანუ ხელისუფლებისგან რა თქმა უნდა. მიმდინარე მოვლენების გაშუქებასთან დაკავშირებით მაყურებელს ალბათ ეცოდინება რომ ირაკლი ალასანია იყო თრიალეთის ანუ სტუმრად მიწვეული ერთ-ერთ თოქ-შოუში, როდესაც რამდენიმე წუთით ადრე შეწყდა მაუწყებლობა. მე რომ საბოლოოდ როგორც გაირკვა იქ რაღაცებით დავალიანება ანძის ისეს, ну ფაქტია რომ თრიალეთი ამ ეტაპზე არ გადის პირდაპირ ეთერში. და ну თრიალეთის ხელმძღვანელობა საუბრობს ხელისუფლების მხრიდან არსებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე. რას მოსენია თბილისში? ეს კარგია კი. რას მოსენია თბილისში? და რასაკეთებს? რასაკეთებს და ამბობს რომ საქართველოს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ხო, ისე მალე არა როგორც ხვალ, მაგრამ არც ეს შუა როგორც მაზე. მანამდე გამიცემულ ინტერვიუში, რომელიც მოამბი ჟურნალისტის ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ მართალია საქართველოს რაღაცებს ასრულებს, მაგრამ დემოკრატიის თვალსაზრისით კიდევ რაღაც ნაბიჯებია წინ გადასადგმელი. რა თქმა უნდა, ხაზგასმულია ქართველი ჯარისკაცების ავღანეთის მისია. კი. და ну სხვა რო გითხრა მნიშვნელოვანი თქო რას ჩვენ გაცლებთ უფრო მნიშვნელოვანი საქმე გვიდრე ამ დარჩენილ ნიუსების განხილვა ესე იგი რადგანაც ველით სულ არაფერი ну ახალი ამბების მხრივ ძალიან ისეთი მსუბუქი დღე კი ბატონო ჩვენ სტუდიაში შემოაბიჯებს ირაკლი ბართიაშვილი რომელსაც ჩვენ რაღაცებს შევეკითხებით და ამას ყველაფერს იხილავთ ჩვენ ნაცემის მეორე ნაწილში არ გადარჩეთ დარჩით მაესტროზე სულ რამდენიმე წუთში ირაკლი ბათიაშვილის სუბიექტური აზრი გადაცემა სუბიექტური აზრი პირდაპირ ეთერში უკვე ირაკლი ბათიაშვილთან ერთად გიბრუნდებათ საღამომშვიდობისა ბატონო ირაკლი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის ბატონო ირაკლი რესპუბლიკელები აკეთებენ განცხადებას რომ კატეგორიული წინააღმდეგი არიან თქვა ივანიშვილის მხრიდან ბურჯანაძის ასე ვთქვათ პოლიტიკურ პარტნიორად აღიარებისა ამას გარდა ივანიშვილი საუბრობს იგივე ბურჯანაძესთან მხოლოდ თანამშრომლობაზე თქვენ რაღაც პერიოდის განმარტებებს აკეთებს ამ თანამშრომლობასთან ბურჯანაძესთან ხარ ისე ანუ ხო არ დაშტილდა ყველა ვართ სახალხო კრებაში რომელიც ასოცირდება რა ბურჯანაძეს არის ეს მაგ ტერმინოლოგიით ვლაპარაკობთ ახლა რა ტერმინოლოგიითაც კოკა გაბაშვილი და ეგენი აბაბაში როგორ ვთქვათ არა ჩვენ ვართ სახალხო კრებაში ყველა ბურჯან ნონა გაფრინდაშვილი მე სულ ყველა ელის ბარჯაველიძე ჩვენ ვართ ყველა სახალხო კრებაში ვიყავით და ვართ კი და რა თქმა უნდა ახლა მთელ რიგ ძირითად საკითხებთან მიმართებაში ერთნაირი დამოკიდებულებაა. რაც ეხება ახლა ეს არის ჯერჯერობით მოგეხსენებათ ახლა განცხადებები, ხა რაც ჩვენ მოვისმინეთ, რაც მე მოვისმინე იგივე ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, რა თქმა უნდა ძალიან ასე რომ ვთქვათ ნორმალური განცხადებაა, კარგი განცხადება იმ თვალსაზრისით, რომ მან თავიდანვე თქვა, რომ აპირებს თანამშრომლობას ყველასთან, ვისაც თulis ასე რომ ვთქვათ, რომ არ არის ვთქვათ ფსევდო ოპოზიცია. ჩვენი პოზიცია მე მინდა გითხრათ თავიდანვე ნათელი იყო, როდესაც მან პირველი განცხადება გააკეთა, ესე იგი და მე ამას მოყვა მეორე განცხადება, იმ პირველივე დღიდან ჩვენ მივესალმეთ, ხარი დაუჭირეთ ყველანაირად. ესე იგი რა თქმა უნდა, მე მგონი ყველა შეგნებული ნორმალური მოქალაქისთვის ნათელი იყო, რომ ჩვენ პოლიტიკურ ასე ვთქვათ საჭადრაკო დაფაზე შემოვიდა ძალიან სერიოზული ფაქტორი, რომელმაც აი ამ სტაგნაციის პერიოდში პირდაპირ ვთქვათ, საყოველთაო პოლიტიკური სტაგნაციის, პოლიტიკური აი ამ ჭაობის, აი უკვე ესეთი ვითარება იყო ძალიან რთული
მან შემოიტანა, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პერსპექტივის განცდა მასიურად ხალხში და იმ დონეზე, ესე იგი, ფაქტობრივად უკვე ნათელი გახდა, რომ მას ძალიან დიდი მხარდამან თავიდანვე ძალიან დიდი მხარდაჭერა მოიპოვა აბსოლუტურად საზოგადოების სხვადასხვა ფრენებში, რომ თქვით გარკვეული ძალები იქიდან აქედან ახლა მე აღარ გულისხმობ თქვა ნაციონალურ მოძრაობას და იმებს, არამედ კიდევ სხვებსაც, ვინც საერთოდ ვისაც კიდევ შეიძლება სურვილი ქონოდა, რომ თქვა თავს დასხმოდა მას და ასე შემდგომ, მიხვდნენ რომ აზრი არ ქონა. ამიტომ თავისთავად რა თქმა უნდა ეს მისასალმებელი ფაქტი იყო მისი და მისასალმებელი ფაქტია მისი შემოსვლა არენაზე, პოლიტიკურ არენაზე და მეც ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ეს ფაქტორი სერიოზულად შეცვლის და დაძრავს 26 მაისის კატასტროფიდან დღემდე თქვენ რა გააკეთეთ? რა გაქვთ გაკეთებული? რაღაც არ ჩახართ არსად. თქვენ 26 ეხა ჯერ მე მინდა გითხრათ 26 მაისის კატასტროფა რას ნიშნავს? კატასტროფული შედეგი დამთავრდა. კატასტროფულ შედეგში რას გულით? გარდაცვლილები და არა, ეს რა ტრაგიკული, ეს სხვა. დავიწყოთ კატასტროფა იყო, ჰუმანიტარული კატასტროფა. არა, მე მინდა გითხრათ. ანუ პოლიტიკური თვალსაზრისით პოლიტიკური თვალსაზრისით. მე შემილია, მე მინდა, ჩემს სუბიექტური აზრია, რომ სახალხო კრებამ განიცადა პოლიტიკური თვალსაზრისით კატასტროფა, მაშინ. ხო, ეს თქვენი აზრი შეიძლება იყოს, შემიძლია დავასაბუთო რა. არა, ეს შეიძლება თქვენი აზრის გამო რა თქმა უნდა, გამოთქმის უფლება გაქვთ, რომ ისე, მაგრამ მე მინდა საერთოდ რას ნიშნავს აი პოლიტიკური კატასტროფა. არის მაგალითად ეგეთი აზრი, არა, ჯერ ერთი მომისმენთ რა. ხო გაინტერესებს. არა, არის ეგეთი აზრი მაგალითად, რომ იგივე 9 აპრილზე 1989 წლის 9 აპრილზე არის ასე იგი გარკვეული საზოგადოებაში აზრი, რომ ეს იყო კატასტროფა. არის ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების და პოლიტიკურების ათვლის რა თქმა უნდა, რომლებიც მე როგორ ჩავთვალოთ 26 მაისს? არა, მე მინდა გითხრათ, როგორ ვადარებთ ახლა მომენტს ეკმაინდა. მე მინდა გითხრათ, 26 მაისმა იმ პერიოდში, როდესაც ასევე იყო სრული პოლიტიკური სტაგნაცია და ფაქტიურად არაფერი არ ხდებოდა. რა პროცესი ხდებოდა? ერთი მაინტერესებს. ხო, არა, აი მერე რომ არ ხდებოდა ეს გასაგებია. არა, ორი პოლიტიკური სუბიექტის ფაქტობრივად მოდი მე მინდა გითხრათ. მოედნიდან გასვლა გამოიწვია, ბატონო ირაკლი. პოლიტიკური არაფერი მოედნიდან გასვლა არ გამოიწვია, მე გეტყვით რა გამოიწვია. რა გამოიწვია 26 მაისმა. ჯერტი 26 მაისმა გამოიწვია ის, რომ ეს აღმოჩნდა მთელი იმ საყოველთაო ძილქუშის პერიოდში ერთადერთი რეალური როიტყვიან მართლაც და შერკინება საზოგადოების გარკვეული ნაწილის, მე არ ვთქვი ხალხის და იმის, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის შერკინება ხელისუფლების ამ საშინელ მანქანასთან, რომელმაც რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში კარგად არ იმოქმედა მიხეილ სააკაშვილის და ამ ხელისუფლების რომელიც არ იყო მხარდაჭერილი საზოგადოების ფართო ფენების მიერ. რომელიც არის? აი ახლა აი მე მინდა გითხრათ, რომ პრობლემა ჩვენში კი არ უნდა ეძებოთ ამით. პრობლემა უნდა ადამიანი ვინც ესე ლაპარაკობენ, ბატონ შევაგოს თქვენ ლაპარაკობთ, უნდა ეძებონ თავის თავში. რატო არა? არა, ბატონო ირაკლი. თავის თავში უნდა ერთწოდ დავთავრებინოთ, რა გითხეთ? თავის თავში უნდა ეძებონ პრობლემა და თავის თავს უნდა კითხონ, რატომ არ მივედი მე? არენდო ბურჯანაძე. არა, ეს მომისმენთ ბურჯანაძე, იქ ნინო ბურჯანაძეც იყო, ნონა გაფრინდაშვილიც იყო და ნინო ბურჯანაძე რომ იყო, სოსო ჯაჭვლიანიც იყო. ახლა მოდით რა, ეს თქვენი ახირება, ახლა მაინც და მაინც თქვათ, რომ ნინო ბურჯანაძე. არა, ეს არ არის არავის ახირება, ბატონო ირაკლი. ახლა ესე მოდი მიყვეთ რა. ამიტომ თავის თავს დაეკითხოს ადამიანი, რომელიც და ის ადამიანები, რომლებიც სამარცხვინოდ მოიქცნენ, როდესაც მართლაც და არ ბევრი იცოდნენ, რომ ადამიანები უნდა დაერბიათ და არ მოვიდნენ იმ ღამეს, ეს არის მათი პრობლემა. რაც ეხება 26 მაისი, იმ საყოველთაო პოლიტიკური ანონიზმის ფონზე, რაც მიმდინარეობდა მთელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოში, როდესაც პოლიტიკური ძალები ჯერ იყო 8-იანი, მერე გახდნენ 6-იანი, მერე იყო ეს მიდიოდა ლაპარაკები პალიკო კუბლაშვილთან, მინაშვილთან, დაიშალნენ ეპისტოლარულ ჟანრზე გადავიდა არაფერი. ეს იყო ერთადერთი მაგალითი, რა თქმა უნდა, რომელიც ფიზიკური მარცხით დამთავრდა, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ
შერკინება, რომელიც ფიზიკური მარცხით თავდება, ეს არ ნიშნავს, ის პოლიტიკურად დამარცხებულია. თქვენ თუ ეხლა ესე ფიქრობთ, მაშინ ცუდად ყოფილა, ესე იგი, თქვენი შეფასება პოლიტიკური პროცესების. რა თქმა უნდა. არც მე შავა ხელისუფლებას ადვოკატებად ნამდვილად არ გამოვადგენთ, მაგრამ დღეს შეხედეთ რა ხდება. მე ახლა იმას კი არ მე მინდა უბრალოდ 26 მე პოლიტიკურ სუბიექტებზე მაქვს ბატონო ირაკლი საუბარი. სახალხო კრების და ბურჯანაძის მარცხი იყო თუ არა 26 მაისი? პოლიტიკური მარცხი. პოლიტიკური მარცხი. მომხრეთა სახალხო კრებას და ბურჯანაძეს როგორც პოლიტიკური სუბიექტები. იმიტომ რომ თუნდაც პოლიტიკური მოედნიდან გაქრნენ 26 მაისის შემდეგ. ანუ საინფორმაციო ველი იყო ძალიან კაფიო ამოცანა. მოედნიდან ერთი რამ მითხარით. რომელი სუბიექტებმა მოიპოვეს მთელი ამ წლის განმავლობაში მე არ გულისხმობ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არ გამოჩენილი უძიმესი მდგომარეობა იყო რომელმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა მინდა 8-ში თუ 6-ში შემოვალმა მოიპოვა ესე რომ ვთქვათ მთელი წლის განმავლობაში ის ავტორიტეტი რომ დარჩა მაშინ რატო ლაპარაკობთ ამ 26-მა მაისმა თემაის 26-მა მაისმა თემაის აჩვენა რომ ადამიანებს ბრძოლა შეულიათ შერკინება შეულიათ 26-მა მაისმა აჩვენა ის რომ ადამიანების აი ახლა მე მინდა გითხრათ დიახ დიდმა ნაწილმა სკვერპლი გაიგო და დღეს პოლიტპატიმრები რამდენი გვყავს აგერ მე მინდა ახლა ამ თემას შევეხოთ ჩვენ ძირითადად ახლა რომ მეკითხებით რომ რატო მოედნიდან კი არ გავქრით ჩვენ აი მოდი დამამთავრებთ რეპრესირებული იქა ჩვენ აღმოჩნდით უმძიმესი ახლა მე თუ ვკითხავთ ირაკლი ბათიაშვილი ხე შენ მე არ უნდა ვკითხო ირაკლი ბათიაშვილი რატო არ დაგიჭირესო მე ყოველთვის მზად ვარ ხვალაც თუ მოვლენ და დამიჭერენ მაგის შიში რო არა მაქვს ეგ არ მეკითხავს შეგნებულად რო გააკეთეს რო ინო ბურჯანაძე არ დაიჭირეს ნონა გაფრინდაშვილი და ირაკლი და ჩვენ ირგული მასიურად 300 კაცი დაიჭირეს და საშინელი რეპრესიული მანქანა ამოქმედა და დღეს კიდევ 50 კაცი სისხლის სამართლის მუხლით არის გასამართლებული და ზოგის გასამართლება მიდის წესით ჩვენ ეს უნდა წავიკითხოთ ესია მე ახლა მინდა გითხრათ რომ ადამიანები არიან მაგალითად ესია რომელიც უზარმაზარესია მათ შორის კი ეს არის არა მარტო თბილისში მყოფი ხალხი ეს არის აჭარით რომ აჭარაშიც გამოსვლები ეს ხო მარტო თბილისის გამოსვლები არ იყო ესენი არიან ადამიანები რომლებიც ზოგი 4 წლით ზოგი 5 წლით ხირდა ეს 26 მაისი ამათ ბატონო ირაკლი არა მომისმენთ თქვენ თუ იმას თვლით რომ პოლიტიკა შეიძლება ბალეტის ცეკვით გაკეთდეს ეხლა რა არის იცით მე ვარ პროფესორი ფილოსოფიის და ლექციებს ვკითხულობ ჩემი პროფესია მეტი კი არაფერი არა დაწყებული ესე იგი ანტიკური ხანიდან დღევანდელი პროცესების ჩათვლით გავაანალიზო რა ხდება მსოფლიოში შეხედეთ რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში უბრალოდ ხო შეხედეთ რა ხდება დღეს ევროპაში დღეს ლონდონში რა ხდება რა გვიდი იქ სტუდენტური გამოსვლები შეხედეთ რა ხდება შედეგებიდან გამოვიდეთ შედეგები მე მინდა გითხრათ რომ შედეგები ესე უცებ არ მოდის ეხლა მე იმას კი არ ვლაპარაკობ რომ ვინც ქუჩის აქციებს ზომავს იმით რომ უიმე დარბიეს და უშედეგოდ დამთავრდა. კაცო, ეხლა 3 თვე შეიძლება მიდიოს თქვენ პოლიტიკური ამოცანა. ეს ხო იყო პოლიტიკური სოლიდარობას წლების განმავლობაში არ მევდნენ. მაინც გამოდიოდა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აღმოჩნდით სამწუხაროდ ძიმე რეპრესირებულ მდგომარეობაში პოლიტპატიმრების მატერიალური ზარალი მთელი ესე იქონება და ოფისები დაღადაღებული და ესე ირაკლი თქვენ დაიწყეთ პოლიტიკური პროცესი თქვენ გქონდათ ამ პოლიტიკური პროცესის მებაირახტე იყო იდეა რომ მიშა მთავრდება მიშა წავა ყველგან ეწერა ეს რომ მთავრდება არა ეხლა უკვე სხვა პროცესების გამო და არჩევნებით მთავრდება მაგრამ თქვენ იყავით არჩევნების კატეგორიული წინააღმდეგი ვამთავრჩევნო პროცესის განმავლობაში თქვენ რა გონით 26 მაისმა ნიშნულოვანი როლი არ ითამაშა ეხლა რომ სხვა რამეს ლოგიკურად გაიარა მათქმევინეთ თქვენ გქონდათ რევოლუციური გზა თქვენ გქონდათ გზა მიშა წავა აი ეს იყო თქვენი სლოგანი და თქვენ პირდებოდით ქართულ ხალხს რომ მიშა წავა მიუხედავად უამრავი სკეპტიკოსისა არა როგორ არა მეც ვიყავი მათ შორის და გეკითხებოდით მოვა ბევრი ხალხი თქვენ ძახით რომ მოვა და მიშა დამთავრდება გეგმებს არ უტყვით იმიტომ რომ არ ღირს ამ გეგმებზე ღიად ლაპარაკი და ასე შემდეგ
მოხდა ის რომ ხალხი ბევრი არ მოვიდა ამაზე კატეგორიულად შემიძლია ვედაო ყველას არ მოვიდა ბევრი ხალხი პროცესი დაიწყო მინაოდა და შემდეგ დამთავრდა იმით რაც დამთავრდა არა თუ არ მოვიდა ბევრი ხალხი არა ერთგვარი განხეთქილებაც კი წარმოშვა საზოგადოებაში პოლიტიკური მიზანი თქვენი მიზანი არ იყო თავს შევაკლავთ და ამით მიშას ნამდვილ სახეს დავანახეთ თქვენი მიზანი იყო მიშა წავა მაგრამ მე მინდა გიტყოდო თქვენი მიზანი არ იყო ჩვენი მომისმინე იყო ეგ მიზანი მომისმინე ერთი აი ბიგინა ლოგიკურად ვიმში 20 ვინც იმას ვერ ხედავს რომ 26 მაისმა უდიდესი როლი ითამაშა თუნდაც იმაში რომ დღეს ახალი პროცესი იყო და დარჩენდა იმიტომ რომ ასე არ შეიძლება როგორც ბურჯანაძე აკეთებდა არა მომისმინე გენას ეს პრიმიტიული ლაპარაკი არ როგორც ესე არ შეიძლება რასთი არ შეიძლება რევოლუციური გზით მე მინდა გითხრათ რომ ისეთი ფიგურა როგორც არის ბიძინა ივანიშვილის რომ მის ავტორიტეტს ხო რო არ გამოჩენილიყო თქვენ რა იმედი ქონათ რომ არსებული სპექტით არჩევნებში ვინმე გაიმარჯვებდა მიხეილ სააკაშვილთან და ამიტომ მე მინდა გითხრათ რომ 26 მაისმა ის რომ 26 მაისმა ძალიან სერიოზული როლი ითამაშა იგივე ის რომ ახალი პროცესი დაიწყო რა პროცესი ბიზნესზე რა ბიზნეს ეხლა რა პროცესი დაიწყო ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა რა თქმა უნდა თავის როლს ასრულებს იგივე ბიზინა ივანიშვილის პირველი განცხადება რო წაიკითხოთ ხო ძირითადი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს და ქართულ ხალხს მიშა სააკაშვილის სახე არა იქ ეძღუნება 26 ეს იყო ამ 26 მაისის დამსახურება ვამთავრებთ ამ თემაზე 26 მაისის დამსახურება იყო ის რომ მსოფლიოს და საქართველოს კიდევ ერთხელ ავხადეთ ნიღაბის ეს არის ეს არ იყო გარდა ამისა ეს არ იყო თქვენი მიზანი გარდა ამისა მომისმინე ხო არ იყო იმას შევთანხმდით დაანახო დიდი ხანია დაანახო ხო ეგ არ იყო კი ბატონო თქვენი მიზანი იყო მიშა სააკაშვილის ჩამოგდება. არა, ჩვენი მიზანი იყო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბრძოლით და პოლიტიკური ძალისხმევით მიხეილ სააკაშვილის და ამ რეჟიმის დემონტაჟი. ესე რა? არჩევნებამდე მალე. რომელსაც რა თქმა უნდა. ეს იყო ილუზიის ბრალი, რომ ხალხი მოვიდა და ბატონო რაშუაში ეს იყო შერკინება, რომელიც ამ შემთხვევაში თქვენ მაინც დამოკიდებულები იყავით ფიზიკურად გაიმარჯვეს მათ. ფიზიკურად. ხო, ზუსტად იმიტომ რომ რაოდენობრივად ხალხი არ შეგროვდა. ხო, არა, ფიზიკურად გაიმარჯვეს. ხალხი დარჩა ცოტა ფიზიკურად გაიმარჯვეს. ეროვნული მოძრაობის დროსაც მე მინდა გითხრათ ღამე რჩებოდა ცოტა ხალხი. ღამე რჩებოდა და მანამდე სანამ 9 აპრილამდე მივიდოდით და ნოემბრი ჩვენ არაერთხელ დაურბევივართ, კაცო. ფიზიკურად გვერეოთ, მაგრამ ბოლოს წლები გავიდა და ფიზიკურად კი გვერეოთ, პოლიტიკურად გარწდებოდა. ეს პროცესი გაგრძელდა. ხანგრძლივი პროცესი არ იყო. თქვენ იძახდით რომ დავიწყებთ, არ დავიშლებით და დავამთავრებთ. მომისმინეთ. ხო იძახდით არა, ჩვენ თქვით არ დავიშლებით. ჩვენ არ დავიშლებით. ახო არ დავიშლებით. ხო, მაგრამ არ იყო. არა, მომისმინე, მოგვერივი. ირაკლი. არა, მომისმინე. პატიოსნად მინდა ფიზიკურად მოგვერივი. თქვენი მიზანი არ იყო, რომ ეხლა ჩვენ ამათ თავს შევაკლავთ, ვაცემინებთ, დავარბევინებთ თავს და სოფლიო და საქართველო კიდევ ერთხელ დაინახავს სააკაშვილს. ეხლა საითკენ მიყავს. ის მიყავს. განიცადეთ კრახი თქო, მაგას ვამბობ. კაი, არ მოგწონს ეგ სიტყვა. კრახი განვიცადეთ. თქვენი მიზანი ვერ შესულა, დამარცხდით თქო პოლიტიკურად თქო. მაგის თქმა მინდა. კრახი კი არა, ჩვენ ფიზიკურად დავმარცხეთ. პოლიტიკურადაც. მაგრამ ჩვენ ვიბრძოლეთ. პოლიტიკურად არ დამარცხდით? პოლიტიკური დამარცხება სხვა რამეა. არ დამარცხდით. პოლიტიკური დამარცხება არის, როდესაც ხდება დისკრედიტაცია. არ მოხდა? ადამიანების დისკრედიტაცია ხდება მაშინ, როდესაც ისინი მიეყიდებიან ესე ეგ რა თქმა უნდა, კაც სხვა რაღაცას ვამბობ. ეს არის დისკრედიტაცია არ მოხდა. რაშუაში ჩვენ შეიძლება მე რომ ჩემოშალო ციხეში აღმოჩნდი კოდორის ამბების მერე და შენ რო ციხეში აღმოჩნდი 202-ის ამბების გამო ეს შენი დამარცხება იყო პოლიტიკური და ჩემი დამარცხება იყო პოლიტიკური? ეს ნუადარებთ. კი, არა, რატომ? არა, გენაცოლ, მე რო ციხეში შენ რო დაგვეწერა შეწყალება დამარცხება. არა, ხო და ამას გულა შეწყალება რო დაგვეწერა და მივყიდულიყავით, მოხდებოდა ჩვენ, ამიტომ მოდი ლოგიკურად მივხედოთ. მე რო ციხეში აღმოჩნდი და მაძლევდნენ 24 წელს მე მორალურად და პოლიტიკურად არ დამარცხდი. არა, პირიქით. მე დამარცხდი ფიზიკურად მომერი. ხო, მაგრამ მოადარეთ სოდი მოვიდა და მე დღეს დაგეჭერეთ. კი, ბატონო, ირაკლი, ამიტომ მე წლების განმავლობაში მე ის აღმოჩნდი. არა, რეპრესირებულ მდგომარეობაში და თავისთავად ცხადი აღმოჩნდი ცოტა ხანი გამოვდი. კი, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ თუნდაც პოლიტიკურად თქვენს ამ შემთხვევაში სახალხო კრებას გადავანებოთ თავი ბურჯანაძეს, ხო? ანუ პოლიტიკური რეაბილიტაცია დაჭირდა. ისი რეაბილიტაცია? აფერი ეს
თქვენ არ ვითარებთ არ ვარ ვითარებ, ბატონო ირაკლი. ეს არა მომისვენ ეს თქვენ არ ვითარებთ სამწუხაროდ თქვენ ეხლა იმეორებთ არ ვიცი რატო ავტომატურად იგივე ფრაზებს რა ფრაზეოლოგიათაც შეიძლება ლაპარაკობდეს დღეს სახელმწიფო ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები სამწუხაროდ რა რეაბილიტაციაზე კი არა მომისვენ თქვენ იმაზე კი არ უნდა გქონდეთ გკიოდეთ გული რომ ესე იგი თქვენ პოლიტიკურად და თქვენ უნდა გკიოდეთ გული რომ თქვენ ის უნდა გაღელვებდეთ ჩვენი რეაბილიტაციის საკითხი კი არა თქვენ ის უნდა გაღელვებდეთ ჩვენ პოლიტიკურ დევნაში ვართ აი თქვენ ტელევიზიას რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ და რა ბოიკოტს არ უწყადებ მაგრამ თქვენ ტელევიზიას უნდა იმაზე ებრძოლა და იმაზე უნდა ეღელვა თუ შეიძლება ასე ვთქვას როდესაც ჩვენი პოლიტიკური დევნა დაიწყეს ამდენი ხალხი დაგვიჭირეს დღესაც მე ყოველდღე სასამართლოებზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა რეპორტაჟები ყველა დაკავებულთან დაკავშირებით კი მაგრამ ეს იყო ყველაფერი ძალიან ლაითად აბა როგორ უნდა ყოფილიყო როდესაც ოფისი დაგვილუქეს და ამის მაგივრად გამიგე ჩვენ ვერ ვიგზენით ვერავითარი ესეთი სერიოზული შინაგანი თანაგზნობა და ადგილი აქვს პირიქით აი ესეთ ექიდნურ დამოკიდებულებას რომ აი ხომ თქვენი რა რეაბილიტაცია ჩვენ ვართ რეპრესირებულ მდგომარეობაში ბატონო კონკრეტულად რა შემთხვევაში იგრძნით თუნდაც ჩვენი ტელევიზიის მხრიდან ეს ექიდნური დამოკიდებულება ბატონო ირაკლი ეს ობიექტური რეალობა რატომ ხავთ იმას ეს იგივეა რომ ეს იგივეა ჩემო ნათია გენეცვალე მე ხვალ რომ დამიჭირო და მე მკითხო არა იგივეა და მე მკითხო აი შენ ხო დამარცხდი შენ ხო ისა იგივე დამოკიდებულება მე თქვენს მარცხს არ ვლაპარაკობ და არც საზოგადოების მე ვლაპარაკობ პოლიტიკურ მარცხზე ერთი რამე რომელმაც გამოიწვია ზუსტად ამ ადამიანების დაკავება არჩევნები რასაც ქვია არჩევნებს აზრი მიეცა არჩევნებს აზრი მიეცა მხოლოდ მას შემდგომ რაც გამოჩნდა ახალი ფიგურა ამ არენაზე ბიძინა ივანიშვილის და მე მგონი თქვენ ძალიან ჭკვიანი ადამიანი ბრძანდები და თქვენს დამეთანხმებით რომ მანამდე ეს იყო დემაგოგია და ელემენტარულად ანანიზმი ლაპარაკი იმაზე რომ არჩევნები ეხლა რა თქმა უნდა აზრი რაც ეხება ლაპარაკს იმის შესახებ რომ აი ქუჩის აქციები და მე ბიზნესია იმუშოს არ გულისხმობ მე გულისხმობ ზოგიერთ ჩვენთვის ნაცნობ პოლიტიკოსებს ისევ იმეორებ ეს არის ელემენტარული პოლიტიკური უმეცრება იმიტომ რომ გადახედონ რა ხდება ამერიკის შეერთებულ მე აღარ ვლაპარაკობ სირიაზე და აღარ ვლაპარაკობ იმაზე არ ვლაპარაკობ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლონდონში რა ხდება იტალიაში ამიტომ ესეთ ლაპარაკს ესეთ გულუფხილ ლაპარაკს თავი უნდა გააკეთოს არ ხართ იმ პოზიციაზე რომ ამ შემთხვევაში თქვა ვითარების არევა ყველაზე მეტად სააგაშვილს აწყობს და თუნდაც რიგარეში არჩევნების დანიშვნა იგივე გარეაქციები ქუჩის აქციები მე მინდა გითხრათ რომ ამ ეტაპზე პროცესი ხა მე რასაც ვაკვირდები როგორც მიდის თქვა იგივე ბატონ ბიზნესს როგორც ანვითარებს აბსოლუტურად ეს სწორ ამას არავითარი აჩქარება ეხლა არ ჭირდება ამ პროცესს არავითარ შემთხვევაში მე რასაც ვაკვირდები მე სვის მაგიათ დამდიოთ ვერ ვილაპარაკებ და რა თქმა უნდა ეხლა რო იტყვიან აშკარად ძალიან აი ყველანაირად მორალური პოლიტიკური უპირატესობა არის ერთ მხარეს და რა თქმა უნდა ამას სჭირდება გაფრთხილება რომ ესე იგი ესეთი მზარდი იმით წავიდეს და პირიქით მაქსიმალურად შემონახული აღმოჩნდეს ძალები მზარდი ძალები შემონახული აღმოჩნდეს რაც შეიძლება არჩევნებისთვის რა თქმა უნდა ეს იქნება სწორედ თუმცა ერთი რამე გითხრა ასევე ჩემი ინფორმაციებიდან გამომდინარე რომ და ეს თქვენც ალბათ მე სხვაშორის დღეს წავიდე რამას საყვარელიძის სტატია და მეთანხმები მაგრამ მე პლუს გარკვეული ინფორმაცია და ალბათ თქვენც იცით რომ ესენი რა თქმა უნდა მეგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილის გუნდს ისინი არაპირებენ ყოფნას გულხელგადაკრებულ მდგომარეობაში ისინი ელემენტარულად თავს გძნობენ თითქმის აი კედელთან მიყენებულის როლში და რა თქმა უნდა ისინი ემზადებიან სერიოზული ბრძოლისათვის ძალიან სერიოზული ეს ბრძოლას მე არ გულისხმობ კაცო ბრძოლას და ყველანაირ ასე იგი ბინძური მათი ან გვექნება ჩანაწერები დაკავებები არა აი ჩანაწერი არა უნდა ჩაწერო მაგრამ ყველანაირ რა თქმა უნდა ისინი გამოიყენებენ მთელ ამ ფაქტობრივად ერთ წელიწადს რომ აი მუდმივად იყოს ესე იგი ეს დარტყმები აი ესეთი არაკაცური ბინძური მეთოდებით რა თქმა უნდა ეს ამისთვის თქვათ იგივე ბატონი ბიზნესია იყოს მზად
და თავისთავად ცხადია, თავარი არის რომ რაც შეიძლება მზარდი ძალით იგი მივიდეს ესე ვთქვათ არჩევნებად. აქტიობას აპირებთ პირადად. ბიძინა ივანიშვილს თავი რომ დავანებთ, არ გაქვთ გათვლილი ალბათ ბიძინა ივანიშვილზე ხო ჯერჯერობით. არა, ჩვენ რა თქმა უნდა დასაპირებთ. ვიზგულ სახალხო კრებას. სახალხო კრება მე მინდა გითხრათ რომ არის ესე ვთქვათ ესეთი საზოგადოებრივი ფენომენი ხო ჩვენ ახლა არ წარმოვიდგინეთ რომ არ ჩვენ ისევე ესე ვთქვათ ყოველდღიური ჩვენი საქმიანობა ახლა ძირითადად ამ პერიოდში ვარ პოლიტპატიმრების საკითხით დაკავებული და ესეთი უფლებადაცვითი ორგანიზაცია და უფლებადაცვით ორგანიზაციებთან შეხვედრებით საერთაშორისო ელჩებთან ახლა ამ დღეებში ქონა გერმანიის ელჩთან ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა აი ძირითადად ახლა ჩვენ მუშაობთ უფრო პოლიტპატ. რა თქმა უნდა, ჩვენ გეგმავთ თავისთავად ცხადია სერიოზულ გააქტიურებას, თუმცა მე მინდა გითხრათ რომ ნებისმიერი ძალის გააქტიურება უნდა იყოს ადეკვატური იმ სიტუაციას და რა სიტუაციაც არის შექმნილი. ნუ ამას ვაჩვენებს ესე ვთქვათ ცხოვრება. აქტიურობას რა კუთხით მაინც? პოლიტიკურ აქტიურობას ეთქვა. ანუ გაფრინდაშვილი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. არა, მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ახლა პოლიტიკურ აქციებს ნამდვილად არ ვგეგმავთ, ხო, არა. პოლიტიკურ აქციებზე არ არის დღეს ლაპარაკი. ეს ამის ასე ვთქვათ საჭიროება, ამის აუცილებლობა ახლა არ არის, არამედ პირიქით. ანუ არჩევნებისთვის ემზადებით? არა, მე ახლა არჩევნებისთვის ირაკლი ბათიაშვილი ნამდვილად არ ემზადება. სახალხო კრება არჩევნებისთვის ვერ მოემზადება, იმიტომ სახალხო კრების ესე ვთქვათ ფუნქციაში ეს არ შედის. სახალხო კრების ფუნქცია ამოგდება. არა, სახალხო კრების არ, აი თქვენ არასწორი ის არის. თქვენ ეს დეკლარირებული მიზანი არ იყო. პრიმიტიულად ნუ იმაშვებით რა. სააგაშვილი სახალხო კრების, ამიტომ თქვენ უნდა ამით წაიკითხოთ რა დეკლარაციებიცა სახალხო კრება გულისხმობდა ერთ რამეს პოლიტიკური ამოცანა იყო რეჟიმის შეცვლა არა დანიშნულება სახალხო კრების იყო თავარი და მომისმინეთ იყო საქართველოში თავისუფალად დამოუკიდებელი არჩევნების რაც არსებული ამიტომ ერთ-ერთი მიზანი იყო არათანხმებით თქვენ ლოგიკას არათანხმებით მაგრამ ახლა ხო ესე არ არის არა ახლა ესე არ არის ახლა შეიცვალა გარკვეული პოლიტიკა ცოცხალი პოლიტიკა დოგმებისგან არ შედგება ცოცხალი რამაა მე იმას ვამბობ რომ თქვენი კრების პოლიტიკური მიზანი იყო სააკაშვილის რეჟიმის ცვლილება, არა არჩევნებით, არამედ სხვა რაღაცა მეთოდებით, რევოლუციურად. ეს არ გამოვიდა, აღარ გვინდა იმაში ჩაღრმება, რატო არ გამოვიდა. ეხლა არის არჩევნების პერიოდი, სახალხო კრება, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ხარდამჭერები ისევ ყავს ხალხში და რატომაც არ უნდა ჩამოყალიბდეს საარჩევნო სუბიექტად, არა? არა, სახალხო კრება საარჩევნო სუბიექტად. არ ჩამოყალიბდა. გამორიცხული ამბავი, მე მიგითხრათ წინასწარ ეს არსებობს, ეს არის არსებობს. ეს არის ფაქტობრივად გარკვეული საზოგადოებრივი მექანიზმი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ასე რომ აქ ლაპარაკი ეს წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ის გადაკეთდეს და ეს არის სისულელი ამაზე ლაპარაკი. თვითონ ეხლა თქვენ შეგიძლიათ თავად დაელაპარაკოთ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს და სხვებს რომლებიც ამბობენ რომ ჩვენ სულ არ გვინდა კაცო პოლიტიკაში ყოფნა ძალათი ვარ ფაქტია ჩვენი ერთ-ერთი როგორც მოქალაქეების დანიშნულება არის რაღაცნაირად ჩვენი წვლილი შევიტანოთ რომ ეს არჩევნები ჩატარდეს გვეღირსოს ეს არჩევნები ერთად ადამიანებს განსხვავებით ისინი მართლა შეიძლება ხელისუფლება მაიძულა რომ პოლიტიკაში ყოფილიყო და თქვენ პოლიტიკაში ალალად რა ახლა ძირითადად მე ამჟამად თქვა დაკავებული ვარ პოლიტპატიმრების საკითხით და რა თქმა უნდა ჩემი პროფესიით ეს არის მე სამეცნიერო მუშაობით და ლექციების კითხვით იმ სფეროებში რომელიც თქვენ ფილოსოფიას და პოლიტიკის სფეროშიც. რომელ დახრეშხა, რას კითხულობ? პოლიტიკური იდეათა ისტორიასაც ვკითხულობ და ბევრ ამას ვკითხულობ. რომელი საუკუნეების ფილოსოფიას თუ ახალს? ახალსაც, ველსაც. მე პლატონის მომხრე ხარ, ხო? პლატონის სახელმწიფო. აი მე მინდა გითხრათ, პლატონის სახელმწიფოს მომხრე, ამიტომ პლატონი დემოკრატია არ იყო თავის. არ მოსწონდა, ელიტარისტი იყო კი ბატონო. მაგრამ მე პლატონის მომხრე რაში ვარ, იცი? პლატონს აქვს ერთი გენიალური მითი.
გამოქვაბულის არსებობის ლანდები, ტროგლოდიტების შესახებ. აი ადამიანი ტროგლოდიტები რა. მე არ მინდა რომ ჩვენ ვიქცეთ ადამიან ტროგლოდიდებას. ანუ სინაკისკენ გავიხედოთ და ნამდვილი ლანდებს რომლებიც აჭრდილებით და ილუზიებით. აი იდეალიზმი ეს ტროგლოდიდი რა არის? ეს არის არსება რომელიც გამოქვაბულში ზის, არ აქვს უნარი გაიხედოს გარეთ, დაინახოს რეალობა და უყურებს მუდმივად კედელს. აჩtildeებს უყურებს და გონია რომ ეს აჩtildeია რეალობა. ჩვენ ეხლა ჯერთი თვითონ ამ ხელისუფლება მიმუშავებთ თავისი მთელი ვირტუალური მანქანით იმაზე რომ ჩვენ ესე რომ თქვა სულ ილუზიებში ყოფილიყავთ. მაგრამ ჩვენს თავად ისე არ უნდა გავაკეთოთ რომ ილუზიების და აჩრდილების ხეობაში ჩამოშორდით აქტიურ პოლიტიკას? შეიძლება არა აქტიურ პოლიტიკას მე თქვენ გონეთ ლექციებს მე ეხა დავიწყე კითხვა არა ლექციებს ვიცი რომ დიდხანია მეცნიერული მუშაობები დღესა ვარ მარტო მე დიდი ხანია მეცნიერული მუშაობები თუმცა პოლიტიკაში ძალიან აქტიურად იყავით პოლიტიკაშიც მაგრამ ისიც რა პოლიტიკაში ჩემი აქტიურობა ყოველთვის ესეთი იყო სიტუაციური როდესაც მე ვხედავდი რომ არის სიტუაცია როდესაც ირაკლი ბათიაშვილი ადეკვატურია რომ მე გავაქტიურდე თუ მე თავისთავად იმის მოთხოვნილება რომ ეხლა ვიცინციმო ეკრანის წინაშე მე არც არ მქონი ეს შალომაც იცის ესეთი მე რომ დავინახავ რომ ხვალ ირაკლი ბათიაშვილი რაღაცაში შეიძლება საზოგადოებას დაჭირდეს რა თქმა უნდა მე უკან არ დავიღე მე დღეს ერთადერთი ხედავ ძალიან მნიშვნელოვანი ჩემ საჭიროებას გუშინაც მე ვიყავი პროცესზე ზაზა ჩიკვილაძე ესეთი ხვალ არის მაგალითად გია სალუკვაძის პროცესი ხო აი ახლა რასმუსენი რომ ჩამოვიდა რატო არის რომ დაამხიეს დღეს ზუსტად ხდომა გამართეს ნაფიც საჯულთა მონაწილეები არ ჩატარდა ხო რომელიც არ ჩატარდა ხო რომ ესე უთხრა რომ აი უკვე ნაფიც საჯულების ეს ნაფიცი საჯულები ეტყობა ფიც წინასწარ ძერ ვარნომერები შულთანდებენ როგორც აქ სწორად ითქვა რა მე ვინა თქვა ესა ინფორმაციაში თქვენთან იყო ხო და მე მედიან იქ და აი მე რო ვუყურე ხო აი ისედაც ახლა მე რაში მჭირდება იმ თავად ვიყავი ესე რომ ვთქვათ განსასჯელი და მსჯავრდებული და კარგად ვიცი რაც წარმოადგენს ჩვენი სასამართლო მაგრამ ეხლა რასაც ვუყურე როდესაც ფაქტიურად 50-მდე ადამიანი ესი ყველა არის პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით თითქმის დაპატიმრებული და გამოყავთ პოლიციელები რომლებიც საერთოდ ამ ადამიანებს არ უნახიათ ვითომ მოწმეები და იძახიან რომ აი ესე იყო ესე იყო და ადამიანი იფიცებს რა აი ესე იგი ხო ესე იგი მიცემს ესე იგი ცრუჩვენებას არ მიცემს და ფაქტობრივად ეს ადამიანები ეს ცრუჩვენების მიმცემები ვინც არიან მათ არც იციან რომ მომავალ ისინი ხელს აწერენ თავის განაჩენს დღეს ხელს აწერენ თავის განაჩენს რომელიც საკმაოდ ცრუჩვენება უკანონო დაკავება ეს ყველაფერი ერთად ვერ არის იცით უკვე იმაზეც კი აღარ მქონდა რომ აი ესე იგი აი ხო ამბობდით რომ ეს მარიონეტები და მონამოსამართლეები აი გუშინ გამოვუყურებდი ამ სასამართლო პროცესს ხო ფრიდრიხ შილერის ყაჩაღები გენიალური იმის იქიდან ფრაზა გამახცენდა რა შეგათახსირებულო შენა მართსაჯულებაო როსკიპ ქალად გადააქცია იქ არის ესეთი ფრაზა აი რა როცა უყურებდი ხო აი ერთი სული მქონდა ეს მეთქვა ვარა ბატონო ირაკლი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის დიდი მადლობა და შალვა ხვალამდე გემშვიდობებით პრობლემა მომავალ შეხვედრა კარგად